მეგობრებო, გუშინ ნოდარ მელაძის ეგრეთ წოდებულ გადაცემაში შაბათის შოუ იუდას ჯიშის სურიამ ნაბიჭვარმა არა ქართველმა ირაკლი შაიშმელაშვილმა მიზანმიმართულად მიიტანა შეტევა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, განაცხადა, რომ ანდრია ჯაღმაიძე ხელმძღვანელობდა რაღაცა ღონისძიებებს, სადაც შემდეგ ძალადობა მოხდა. და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო საქმის ყურში ჩაყენებული. პირდაპირ გეტყვით, რომ ეხა ანდრია ჯაღმაიძის დამცველად მე არ გამოვდგები, კორუმპირებული ყანდური ანდრია ჯაღმაიძის, მაგრამ რაც არ უნდა დავაბრალო ანდრია ჯაღმაიძის და რაც არ უნდა უწოდოთ ანდრია ჯაღმაიძეს, ნამდვილად ვერ დააბრალებ ეხლა სპეცნაზის ჯგუფის ან მოძალადეთა ჯგუფის მართვას და ხელმძღვანელობას. შეიძლება იდეოლოგიურ დონეზე რაღაცაში იყოს გარეული, მაგრამ ის რომ ახლა ანდრია ჯაღმაიძე ხელმძღვანელობდა რაღაც დანაყოფებს, ეს არის როგორი სიცრუე, იცი? აი მართლა ბომბეის გვირაბიდან მოთხრეული სიცრუე, რომელიც არა ანდრია ჯაღმაიძის დისკრედიტაციისთვისაა გამოყენებული, არამედ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიმართ და ესაა ზუსტად გაკეთებული ურიული ნაძირლული ქმედება, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგაა განსაზღვრული. ამას უფრო სიღრმისეული სადაზვერვო ფესვები აქვს და მიაქციეთ ამას ყურადღება, ეს არ არის რაღაცა შემთხვევით წამოთხრეული სიტყვა ამის პირიდან. კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ემიჯნება საზოგადოებასთან ურთიერთობას იმ დონეზე, რომ ჩაერიოს მისი ბედის განსაზღვრაში, მისი სულიერი მრწამსის და მისი მორალური მდგომარეობის განსაზღვრაში. როდესაც თავის დროზე ვახმოვანებდი მე ამ საზიზღარ ფაქტებს, რომელიც იყო ბავშვის წამების თუ ასე და ასე სხვადასხვა შემთხვევები, სამოციქულო ეკლესია გვერდზე იყო გაწეული და არ აინტერესებდა არაფერი, რომ აი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში მეჩეთების გახსნას ხელმძღვანელობდა თინა ხიდაშელი და ეს დასული იყო ბრძანებით მოლოდინის თანამონაწილეობით და ირაკლი შაიშმელაშვილი ამ ყველაფერს აკეთებდა ხიდაშელის და მოლოდინის და ანადოლიძის დახმარებით. გამომდინარე აქედან უბრალოდ ამის საზღაურს იღებს არა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩანერგილი ნაძირლები, არამედ მთელი ერი და კრინდება ამით ჩვენი სულიერი მდგომარეობა, მთელი ერის და ჩრდილი ადგება და ძირი ეთხრება ქართულ სარწმუნოებას და ამ საუკუნოვან მართლა სიძლიერეს, რაზეც ყოველთვის იდგა ჩემი ერი და ჩემი სახელმწიფოებრიობა, როდესაც განადგურებული იყო თუნდაც ყველაფერი სხვადასხვა დამპყრობლის მიერ. აი ეს გააკეთა ირაკლი შაიშმელაშვილმა სხვა ღალატთან ერთად, რომელიც იქნა ჩადენილი და ხმამაღლა ილაპარაკა საქართველოს სადაზვერვო შესაძლებლობების შესახებ, პლუს ამას დარტყმა მიაყენა აგერ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. აი ეს ასიმართლე და ახლა გინდა მას მარჯვნიდან მოუარე, გინდა მარცხნიდან მოუარე, ესეთი მტერი ლამაზად აგერ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თურმე არის მართლმადიანი, გააცილა ეგერ ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდად. მადლობთ ყურადღებისთვის. უფრო სერიოზული განხილვებისთვის ამ თემის ირგვლივ დოკუმენტალურად გამოვიტან და საღამოს ლაივ ეთერში ვიქნებით და მანამდე გთხოვთ ყველა შემოუერთდეთ და გაავრცელეთ ეს ინფორმაციაც, რა თქმა უნდა. მადლობთ.